საქმიანი საღამო სპონსორია კორა კონსალტინგი. თბილისში დაახლოებით 10,000 ავარიული შენობა ნაგებობაა. ამის შესახებ ინფორმაცია BMG-ს მერიამ დაუდასტურა. BMG-მ დამატებითი კითხვებით მერიას უკვე მიმართა, როდის მოხდა ბოლო ინვენტარიზაცია, ანახწერა რამდენი სახლი ავარიული კატეგორიების მიხედვით და რამდენია ჩანაცვლების პროგრამაში. არსებული მონაცემებით 10,000 ავარიული შენობა ნაგებობაა. გამგეობებში მომართვენება 2337 ავარიულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზეა. ამ ეტაპზე მოლაპარაკება 43 ამხანაგობასთან მიმდინარეობს. სრული შეთანხმება 13 ამხანაგობასთან არის მიღწეული. სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოები კი დაწყებულია ორ ლოკაციაზე, ამბობენ მერიაში. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მტკვარი ჰესე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა. ცვლად თემაზე კი ყვებით საქმეა საღამოში. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად ივნისში ქვეყანაში შემოსული ფლოტი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $315 მილიონ გადააჭარბა, რაც 12.2%-ით მეტია 2024 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. რომელი ქვეყნები ლიდერობენ, გიყვებით რამდენიმე წუთში. მოგესალმებით, ეს საქმიანი საღამოა, გადაცემა ბიზნესზე, ეკონომიკაზე და გლობალურ გეოპოლიტიკაზე. ჩვენ კი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლაურდავა და გიორგი არონია ვართ. დავიწყოთ. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების შევსებას აგრძელებს კალთენთაგარდის ეკონომისტის ლაშა ქავთარაძის მოლოდინით. ეს პრაქტიკა წლის ბოლომდე გაგრძელდება, რა დროსაც რეზერვები 4 მილიარდ 900 მილიონ დოლარამდე შეივსება, რაც ბოლო მონაცემებთან შედარებით დამატებით 200 მილიონ დოლარიანი ზრდა იქნება. მისივე თქმით, წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები 7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც ტურიზმიდან, ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალს და ფულად გზავნილებს მოიცავს და წლიურად 600 მილიონ დოლარიანი ზრდა. ლაშა ქავთარაძე მიიჩნევს, რომ ლარის კურსზე დადებითად უმეტესწილად ეს ფაქტორები მოქმედებს, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია თავად დოლარის გაუფასურება. საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 4.7 მილიარდს მიაღწია ივნისის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით 103 მილიონით დოლარით გაიზარდა. ინტერვენციებზე სტატისტიკა ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ 200 მილიონზე მეტი შესაძლოა იყოს. 5 თვეში ჩვენ გვაქვს სების მიერ წმინდა შესყიდვები 614 მილიონი, თუ ამ 200-ს დავუმატებთ უკვე 800 მილიონზე მეტი გამოდის, ეს საკმაოდ, ასე ვთქვათ, კარგი არის, პოზიტიური არის იმისათვის, რომ რეზერვები შეივსოს, მას შემდეგ რაც ის გასულ წელს 4.4 მილიარდამდე ჩამოვიდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე კიდევ გაგრძელდება ეს შევსება და 4.9 მილიარდს მიაღწევს. ანუ საერთაშორისო რეზერვებში ჩვენ 2024 წლიდან გვაქვს ოქროს კომპონენტი და ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში მიმდინარე 16.1% შეადგენს. ეროვნულმა ბანკმა დღეს გზავნილების სტატისტიკა განაახლა. უახლესი მონაცემებით ივნისში ქვეყანაში 75 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 12%-ით აღემატება. ქვეყნების ჭრილში პირველ ადგილს კვლავ ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს, საიდანაც ფულს ქართველი მიგრანტები გზავნიან. ივნისში ამერიკაში მყოფმა ქართველებმა სამშობლოში 59 მილიონი დოლარი გადმოირიცხეს, რაც წლიურად 23%-იანი ზრდაა. მეორე ადგილს იტალია იკავებს, სადაც ასევე ბევრი ქართველი ცხოვრობს. იტალიიდან ჭამში 52 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. ანუ წლიურად ეს მაჩვენებელი 13%-ით გაიზარდა. მესამე ადგილს რუსეთი იკავებს, საიდანაც ივნისში 51 მილიონი დოლარის გზავნილები მივიღეთ, მაგრამ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით რუსეთიდან გზავნილები სისტემურად იკლებს და ეს ივნისშიც ასეა, როცა კლებამ 16% შეადგინა. ხუთეულში ასევე ვხედავთ გერმანიას და საბერძნეთს. ეკონომიკის სამინისტრო მომსახურების ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით კვლევას აანონსებს. საველე სამუშაოებს საქსტატი ჩაატარებს, რაც ბიუჯეტს არასრული 375,000 ლარი დაუჯდება. კვლევის მიზანი მომსახურების სფეროში ადამიანური კაპიტალის მიმართულებით მოთხოვნას და მიწოდებას შორის არსებული შეუსაბამობის მიზეზების დადგენაა, რომელთა აღმოფხვრა დასაქმებას ხელს შეუწყობს. ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველოში დასაქმებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას დამსაქმებლების მოთხოვნებს და მუშახელის უნარებს შორის არსებული
განვითარებული არათანაბარი მდგომარეობა წარმოადგენს. უწყებაში ამბობენ იმასაც, რომ ეს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას და პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვას აფერხებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დაბალია მოთხოვნის კომპონენტი, უმთავრეს პრობლემას კვლავ შრომის ბაზარზე სასურველი უნარების მქონე კვალიფიციური კადრის მოძიება წარმოადგენს. აღნიშნული ნეგატიურად აისახება ბიზნესის განვითარებასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. იმისთვის, რომ გავიგოთ თუ რა ცოდნის და უნარების საჭიროებაა შრომის ბაზარზე, საბაზრო ეკონომიკის პირობებში აუცილებელია გამოვლენილ იქნას კერძო სექტორის მოთხოვნები ადამიანური კაპიტალის საჭიროებებისა და განვითარების კუთხით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანური კაპიტალის საჭიროებების შესასწავლად დღის წესრიგში დგება მომსახურების სექტორში უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის სიღრმისეული რაოდენობრივი კვლევის ჩატარება. ეკონომიკის სამინისტროში საკადრო ცვლილებები გრძელდება. ამჯერად თანამდებობები სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან გაყოლიძემ და ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა დატოვეს. ორივე მენეჯერმა გადაწყვეტილება პირადი განაცხადის საფუძველზე მიიღო. ასევე ახალი ხელმძღვანელი ჰყავს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორ ესკოს, რომელიც თორნიკე აზარაშვილმა ჩაიბარა, რომელიც ამ დრომდე სამინისტროში ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში საქართველოში ლიფტების იმპორტი გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკით იანვარ-მაისში ქვეყანაში 12 მილიონი დოლარის ღირებულების 3563 ტონა ლიფტი შემოვიდა, როცა შარშან ანალოგიური მაჩვენებელი 7.767.000 დოლარი იყო და შესაბამისად 2158 ტონა. საქართველოში ლიფტები უმეტესად ჩინეთიდან შემოდის, მაგრამ იმპორტში მნიშვნელოვან როლს ასევე ასრულებს თურქეთი. შედარებით ნაკლები ჯამური ღირებულებით ლიფტებს ქართული იმპორტიორები ასევე ყიდულობენ ტაილანდში, საბერძნეთში და ესპანეთში. საქართველოში ლიფტების იმპორტი ყოველწლიურად ზოგადად მზარდი დინამიკით ხასიათდება. 2024 წლის სრული მონაცემებით ქვეყანაში 25.471.000 დოლარის ღირებულების 7500 ტონა ლიფტი შემოვიდა და შესაძლოა აღნიშნული რეკორდი წელსვე მოიხსნას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარაგებელმა ეროვნულმა კომისიამ მტკვარი ჰესის ოპერატორ კომპანიას ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია მისცა. სატესტო რეჟიმში ჰესი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ამოქმედდა. ეს ჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრე 54 მეგავატია, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარეობს. თავდაპირველად მტკვარი ჰესის პროექტი ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდს ეკუთვნოდა. მისი განვითარება ფონდმა 2014 წელს დაიწყო, 2024 წელს კი თითქმის დასრულებული სახით გაასხვისა. მდინარე მტკვარზე მდებარე ორთაჭალჰესის ხიდის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. ამჟამად პროექტის მოსამზადებელი კვლევები მიმდინარეობს, რაც სხვადასხვა ტექნიკურ და საინჟინრო სამუშაოს მოიცავს. ხიდის ერთ მხარეს სავალი ნაწილის დემონტაჟი უკვე განხორციელდა. პარალელურად მიმდინარეობს ხიდზე დატვირთვის პროგრამული გაანგარიშება. მიმდინარე სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია ხიდის მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში. დედაქალაქის მერის კახა გალაძის განცხადებით, ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო, ხოლო მისი რემონტი ბიუჯეტს არასრული 2 მილიონი ლარი უჩდება. აღნიშნული ჰესი ენერგო პრო ჯორჯიას ეკუთვნის. საქართველოში შექმნილ რეალობაზე, ქვეყნის ეკონომიკაზე და ბიზნესზე საუბარი BMG-ზე საქმიანი საღამოს დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, რადგან სწორედ ეს თემაში ერჩია თელარი გელანტიამ წერტილის დღევანდელი ეპიზოდისთვის, რომელიც საღამოს 10:30-ზე დაიწყება. ნახოთ გადაცემის ანონსი, რომლის შემდეგ მოგიყვებით თუ რა ხდება ბირჟებზე. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში საქართველოს საკითხს ემსჯელობენ. თუ დათქმულ ვადაში თბილისი გარკვეულ კრიტერიუმებს არ შეასრულებს, უვიზოს შეჩერება მოგვიწევს. დღეს საქართველოს გაუგზავნით წერილს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით. კაია კალასი ქართული ოცნების ხელისუფლებას აფრთხილებს. კიდევ რა ზომების მიღებას განიხილავს ევროკავშირი თავისი არსენალიდან და რამდენად მძიმედ შეიძლება დაზიანდეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და თითეული მოქალაქე ოცნების ანტიდემოკრატიული ნაბიჯების და რეპრესიული კანონების გამო. დღეს საღამოს 10:30-ზე BMG TV-ზე საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს ყოფილი ელჩი, დიპლომატი ეკა სირაძე დელონე, წერტილში თელარა გელანტიასთან ერთად. საქმე საღამოს ვაგრძელებთ საფონდო ბირჟებზე საუბრით და განვლილი სავაჭრო სესიის შეჯამებით უნდა დავიწყოთ, რომელიც ამერიკული ბაზრისათვის საკმაოდ პოზიტიური იყო. საშუალოდ ჩვენ ვიხილეთ 9%-იანი ზრდა. დღევანდელ სავაჭრო სესიაზე კი ვითარება შედარებით შერეულია, ამის შეგვიძლია, რადგანაც მაგალითად
S&P 500 აქვს 0.12%-იანი კორექცია, Dow Jones-თან არის -0.74%, Nasdaq კი პლუს 0.59%-ს აფიქსირებს და ამის ფონზე ის იმყოფება ისტორიულ მაქსიმუმზე, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების საერთო შეფასება კაცობრიობის ისტორიაში ასეთ მაღალი არასოდეს ყოფილა და ამას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი, რა თქმა უნდა, პირველი ფაქტორი ეს არის Nvidia-ს, ანუ პლანეტის ყველაზე მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის მკვეთრი აღმასვლა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც თავისი არსით Nasdaq-ის ინდექსს მაღლასწრებს, რადგანაც top 100 კომპოზიტური ინდექსის შემადგენლობაში Nvidia-ს უჭირავს 9.9%-იანი წილი, ამიტომაც ეფექტი Nvidia-ზე ამ ინდექსზე არის ნამდვილად ძალზედ პოზიტიური. სარჯამში ამერიკას ბოლო პერიოდში ძალიან კარგად აქვს საქმე, საფონდო ბირჟა შესანიშნავ დინამიკას აჩვენებს და გამონაკლისი როგორც ჩანს Nasdaq-თან მიმართებით არც დღევანდელი დღე არ იქნება. იგივეს ვერ ვამბობთ ევროპაზე, რომელსაც ბოლო პერიოდში სახარბიელო საქმე ნამდვილად არ აქვს და პირიქით. ინვესტორები ევროკავშირის მიმართ უკმაყოფილებას და იმედგაცრუებას უკვე გამოხატავენ და ძირითადად ინვესტორები თავიანთ პოზიციას, თავიანთი ტრანზაქციებით აფიქსირებენ, ამიტომაც ხედავთ, რომ ევროკავშირიდან საკმაოდ დიდი მოცულობის კაპიტალი გაედინება ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით. როგორც ხედავთ, ამ ეტაპზე 600 მსხვილის კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია ევროპის მასშტაბით 0.38%-ით არის შემცირებული. აგრეთვე საკმაოდ ნეგატიური შედეგი აქვს შანხაის ინდექსს, რომელთა მიმართებითაც კორექციის მაჩვენებელი არის 0.42%. რაც შეეხება Nikkei-ს, მას დღევანდელ სავაჭრო სესიაზე 0.5%-იანის დააქვს, თუმცა ბოლო პერიოდის დინამიკას თუ დავაკვირდებით, მასზე ბევრი პოზიტიური რამის თქმა ძალიან რთულია, რადგანაც Nikkei ფაქტობრივად იმყოფება სტაგნაციის პერიოდში, ინდექსი არც იზრდება, არც იკლებს, პლუს-მინუს ყოველკვირეულად იგი დგას უძრავად, ეს კი რა თქმა უნდა ინვესტორებს არ მოსწონთ. ნავთობზეც ვისაუბროთ, რომელიც გაიაფებულია მიმდინარე დღეს 1%-ით, ხოლო ერთვიან პერიოდში გვაქვს საქმე -6%-თან. ბრენტის ფასი როგორც ხედავთ, $69 ჩამოწდა, WTI კი დაახლოებით $66 ივაჭრება. აგრეთვე კლევა გვაქვს ბუნებრივაერთან 3%-იანი არის კორექციის მაჩვენებელი და მეგავატი ენერგიის ფასი 34 ევრო შეადგენს, ერთვიან პერიოდში კი კლება არის დაახლოებით 9.9%. აი მიმდინარე წლის საერთო შედეგს თუ შევაფასებთ, დავინახავთ, რომ გვაქვს -22% გაზთან მიმართებით, ანუ რეალურად ენერგეტიკული რესურსი ევროკავშირის მასშტაბით საკმაოდ მკვეთრად არის მიმდინარე წლის განმავლობაში გაიფებული, რაც პრინციპში სეზონურობითაც აიხსნება, რადგანაც როგორც წესი საფხულში ყოველთვის იკლებს გაზის ღირებულება, ზამთარში კი იმატებს მოთხოვნა მიწოდებიდან გამომდინარე. აქვე ვისაუბროთ ოქროზეც, რომელსაც ამ თვეს ფლად კარგად საქმე ვერ აქვს, როგორც ხედავთ, გუნცია მეტალის ფასი ისევ და ისევ სტაბილურად დგას 3300-იან ნიშნულზე, მაგრამ ერთ თვეში გვაქვს საქმე -2%-თან, რაც პრინციპში არის განპირობებული გეოპოლიტიკური რისკების სტაბილიზაციით. აქ დეესკალაციას და გაქრობას არ გამოვიყენებ ამ სიტყვას, რადგანაც არც ერთი დიდი კონფლიქტი ჯერაც მოგვარებული არ არის, ამიტომაც რის სტაბილურობაზე უნდა ვისაუბროთ, არ ვიცი, მაგრამ შედარებით ვითარება არის განჭრეტადი, ყოველდღიურად აღარ იცვლება მოვლენები, არც რაღაც ბირთვული ომის ესკალაციის რისკები ჩანს, ამიტომაც ოქროს ფასიც დასტაბილურებულია, მაგრამ თუ მოიმატებს რისკები, რის შესაძლებლობაც უკვე ნამდვილად ჩანს რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით, მაშინ სავარაუდოდ ოქროს ფასი კიდევ ერთხელ დაუბრუნდება თავის რეკორდულ ნიშნულს, რომელიც არის უნციაზე, რა თქმა უნდა, $3,500. ამ მცირედი კორექციის მიუხედავად, ერთწლიან პერიოდში ოქროს მაინც ფენომენალური შედეგი აქვს და ზრდა არის დაახლოებით 35%. ვერცხლსაც კარგი შედეგი აქვს მიმდინარე წლის განმავლობაში, აფიქსირებს +30.9%. კრიპტო ინდუსტრიაზეც გადავინაცვლოთ, რომელსაც დღეს აქვს კორექცია, როგორც ხედავთ, ბაზრის საერთო შეფასება 5%-ით არის შემცირებული და ის ამჟამად შეადგენს $3.760 მილიარდ. ბიტკოინის ფასი 116800-ია, ეთერიუმი $3000 ივაჭრება, 24 საათში სრულდება მინიმალურია, მაგრამ ერთ კვირაში, როგორც ხედავთ, ეთერიუმი მკვეთრად არის გაძვირებული, ასევე კარგი შედეგი აქვს XRP-საც, Solana-საც და სხვა მსხვილ კრიპტოაქტივებსაც, ვინაიდან ამერიკაში ჩნდება უკვე მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან მალე წარმოადგენს და საბოლოო ჯამში სენატი დაამტკიცებს კანონპროექტს ბიტკოინისა და სხვა კრიპტოაქტივების სტრატეგიული რეზერვის შექმნასთან დაკავშირებით და თუ ეს ინიციატივა მართლაც განხორციელდება, ამერიკა გახდება
პლანეტაზე პირველი სახელმწიფო, რომელიც კრიპტოაქტივების სტრატეგიულ რეზერვს შექმნის და მას სავარაუდოდ უკვე მაგალითის და პრეცედენტის პრინციპით აყვებიან სხვა სახელმწიფოებიც და პრინციპში, როდესაც ამერიკა უცხადებს რაღაცას ნდობას, მაშინ უკვე იქ ეჭვი შეუძლებელია არსებობდეს, ეს კი ინვესტორებისათვის ძალიან მნიშვნელოვან სიგნალს წარმოადგენს. ამ ყველაფრის ფონზე კაპიტალიზაცია ეთერიუმისა 368 მილიარდი გვაქვს, ბიტკოინის შემთხვევაში კი ეს არის 2 ტრილიონი 325 მილიარდი დოლარი. აქვე ლონდონის საფონდო ბირჟასაც უნდა გადავალოთ თვალი და სანამ გეტყოდეთ თუ რა შვებიან ქართული კომპანიები, მინდა გითხრათ, რომ ლონდონის საფონდო ინდექსის FTSE 100-ის შეფასება რეკორდულ ნიშნულამდე არის გაზრდილი, ანუ ჯამში ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული უმსხვილესი კომპანიების კაპიტალიზაცია ახლა იმყოფება რეკორდულ ზონაში, ეს თავისი არსით ამერიკული ინდექსის ზრდით არის განპირობებული, რადგანაც ბრიტანულ და ამერიკულ ინდექსებს შორის არის გარკვეული კორელაცია, რაც ამ ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური, ისტორიული და კულტურული კავშირებით აიხსნება და საერთო ჯამში ბოლო პერიოდში ლონდონის საფონდო ბირჟა გაცილებით უფრო მიმზიდველია ინვესტორებისათვის, ვიდრე ევროპული საფონდო ბირჟა, სადაც ბოლოდროინდელ ვითარებაზე პოზიტიური რამე თქმა არის ძალიან რთული. რაც შეეხება ქართულ კომპანიებს, საქართველოს ბანკს დღეს ქონა უმცირესი კლება, ეს იყო -0.28%, მაგრამ ამის მიუხედავად, როგორც ხედავთ, მისი აქციების შეფასება იმყოფება რეკორდულ ზონაში. TBC-ის ქონა დღეს 1%-იანი კლება, აქაც გრძელვადიან პერსპექტივაში ეს 1% არაფერს ნიშნავს, რადგანაც TBC-ც იმყოფება რეკორდულ ნიშნულზე, ეს ყველაფერი კი თავისი არსით ისევ და ისევ არის განპირობებული ქართული კომპანიების ფენომენალური ფინანსური შედეგებით. აქვე უნდა ვისაუბროთ ჩვენს ეროვნულ ვალუტაზეც, რომლის გაცვლის კურსიც, როგორც ხედავთ, დოლართან მიმართებით ამჟამად შეადგენს 2.71. ევროს კურსი გვაქვს 3.17, ხოლო სტერლინგის გაცვლის კურსი არის 3.65. მოკლედ ლართან მიმართებით ასეთი ვითარებაა, ხოლო რაც შეეხება ლარში ინვესტირების შესაძლებლობას, არის ესეთი ძალიან საინტერესო შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ გვთავაზობს Foresight Investment Group. ეს არის Foresight-ის ლარის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევს თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, მისი მოცულობა კი წლეურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს 9%, ხოლო ანგარიზე 50.000 ლარზე მეტის ქონის შემთხვევაში სარგებლის მოცულობა აღწევს 10%. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გერიცხებათ ყოველდღიურ ფორმატში, ხოლო მიღებული სარგებლის გატანა მისი მოცულობის გაზნა შემცირება თქვენ ყოველდღიურად შეგიძლიათ შეზღუდვების გარეშე. Foresight Investment Group არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია. მოკლედ, ესეთი ვითარება გვაქვს ჩვენ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე, საქმე საღამოს კი ვაგრძელებთ სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით. დღევანდელ გადაცემაში ბევრს ვისაუბრებთ გლობალურ ბიზნესში მომხდარ სიახლეებზე, გაგაცნობთ თუ რას ამბობენ წამყვანი კომპანიები, მათ შორის მოგიყვებით ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტის კომპანიის XAI-ის შესახებ, რომელმაც მორიგი საინვესტიციო რაუნდი გამართა, რომელიც ფარგლებში კომპანიის შეფასება გაიზარდა 200 მილიარდ დოლარამდე. მე საღამოში აგრეთვე საკმაოდ ბევრს ვისაუბრებთ გეოპოლიტიკაზე და მოგიყვებით იმას თუ რა მოხდა დღეს მსოფლიოში. განვლილი 24 საათი საკმაოდ დატვირთული იყო, სიახლეები არ მოკლებია, მათ შესახებ კი უფრო დეტალურად რამდენიმე წუთში მოგიყვებით. მანამ სანამ მოგიყვებით, ზოგადად თუ რა ხდება დღეს და რა მოხდება მომავალში გლობალურ გეოპოლიტიკაში, გაგაცნობთ ერთ ძალიან საინტერესო თემას, რომელიც უკავშირდება ამერიკის სამხედრო შეიარაღებაში არსებულ ერთ ძალიან საინტერესო სამხედრო დანადგარს, რომლის სახელწოდება არის პატრიოტი. როგორც ცნობილია, ამერიკამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პატრიოტები გაუგზავნოს უკრაინას, ახლა კი საქმიან საღამოში მოგიყვებით თუ რა არის პატრიოტი. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს და ომში მყოფ ქვეყანას პატრიოტის მიწა-ჰაერის ტიპის თავდაცვით სისტემებს გადასცემს, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი და მთელი უკრაინა დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ, რადგან მთავარი საფრთხე, რომლის წინაშე უკრაინა ომის დაწყების შემდეგ დგას, ჰაერშია. ამ შემთხვევაში ამერიკა მხოლოდ იარაღს გამოყოფს, ხოლო ფინანსურ ხარჯებს სრულად ევროკავშირი დაფარავს. გამოდის, რომ დონალდ ტრამპის ეს გადაწყვეტილება 100%-ით პოლიტიკურია, რომელიც რუსეთისთვის მორიგ გზავნილად უნდა ჩაითვალოს. პარალელურად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რიტორიკა შეცვალა და რუსეთის ომის დასასრულებლად 50 დღეიანი ვადა მისცა. თუ კი ვლადიმირ პუტინი ამ დროში უკრაინაში ომს არ დაასრულებს, დონალდ ტრამპი რუსეთის ფედერაციას და მის მოკავშირე ქვეყნებს ამ დრომდე არ ნახულს სანქციებს დაუწესებს. მაშ რად უნდა უკრაინას პატრიოტები? ის ყოვლის
მომცველი და მრავალმხრივი თავდაცვითი სისტემა, რომელიც კონკრეტულად დაბალი სიმაღლიდან მომავალი ბალისტიკური და სარაკეტო თავდასხმებისგან თავის დასაცავად გამოიყენება, მაგრამ ის ასევე ძალიან ეფექტიანია ავიაგამანადგურებლების და დრონების წინააღმდეგ, რაც ბოლო დროს უკრაინისთვის გადაუჭრელ პრობლემად ჩამოყალიბდა. პატრიოტის სისტემა უკრაინას რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან, მათ შორის პუტინის საყვარელი კინჟალისგანაც დაიცავს. ამასთან პატრიოტის სისტემა მობილურია, ანუ მისი გადაადგილება შეიძლება, რაც უკრაინის თავდაცვის ძალებს მოქნილობა შესძენს და სამიზნეებზე იერიშების მიტანის ეფექტიანობას გაუზრდის. თავისი არსით პატრიოტის მიწა-ჰაერის ტიპის თავდაცვითი სისტემა მოსიარულე სარაკეტო ბაზაა, რომელიც ამერიკულმა სამხედრო ინდუსტრიულმა გიგანტებმა, Raytheon-მა, Lockheed Martin-მა და Boeing-მა ჯერ კიდევ 1969 წელს ერთობლივად შექმნეს, მაგრამ აქტიურ ომში ის 1991 წლიდან გამოიყენება. პატრიოტის სისტემა შემდეგნაირად მუშაობს. ჭკვიანი რადარი დასაცავი რადიუსის ფარგლებში არსებულ საფრთხეებს აანალიზებს და თუ ხედავს, რომ ზონაში უცხო სხეული, ამ შემთხვევაში ბალისტიკური რაკეტა, ჭურვი ან მსგავსი რამ შემოდის, საფასუხო ჭურვებს ამზადებს და საფრთხეს ჰაერშივე ანადგურებს, სანამ ის დანიშნულების ადგილამდე მოვა. სისტემა ფუნქციონირებს როგორც ავტონომიურად, ანუ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ასევე ადამიანის ჩართულობით. პატრიოტის მიწა-ჰაერის ტიპის თავდაცვითი სისტემის შექმნა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვით დეპარტამენტს თავის დროზე და ჯამში დაახლოებით 12 მილიარდი დოლარი დაუჭდა. სრული სისტემის შემთხვევაში, რაც 8 გამშვებ დანადგარს, რადარს, ბორტკომპიუტერს და კიდევ რამდენიმე დამატებით მოწყობილობას მოიცავს, მყიდველ სახელმწიფოს დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარის გადახდა უწევს, როცა ერთეული ჭურვის ღირებულება 2-დან 10 მილიონ დოლარამდე შუალედში მერყეობს, გააჩნია რა ჭურვზე არის საუბარი. პატრიოტების ძირითად მყიდველებს შორის პოლონეთი, გერმანია, იაპონია და საუდის არაბეთი არიან. დრო ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მოხდა დღეს მსოფლიოში და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი განვლილ 24 საათში იყო დაკავშირებული ტრამპის პოზიციის ცვლილებასთან რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით. თავდაპირველად იყო მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლებოდა ტრამპი ყოფილიყო გარკვეულწილად რუსეთის ინტერესების გამტარებელი, ან ფრაზა ესეთიც გამოიყენებოდა პუტინის კაცი, მაგრამ ეს ფრაზა ალბათ უკვე დღეს მხოლოდ სასაცილოა, სხვა თუ არაფერი, რადგანაც ტრამპმა უკვე დაადასტურა, რომ ის რუსეთთან მიმართებით პოზიციას ცვლის. ხოლო ეს ცვლილება არის რამდენიმე ფაქტორით განპირობებული. პირველი ფაქტორი ის არის, რომ რუსეთი, როდესაც მოლაპარაკების მაგიდასთან მიდის, არა რეალობაზე საუბრობს, არამედ ისტორიის გაკვეთილებს ატარებს, რაც ტრამპს არ მოსწონს, ცხადია, ზოგადად მას ისტორია არ აინტერესებს და არც გეოგრაფია და არც სხვა ნებისმიერი საბუნებისმეტყველო მეცნიერება იქნება ქიმია, ბიოლოგია თუ ნებისმიერი რამ, მას აინტერესებს მხოლოდ საქმის გაკეთება და შეთანხმებების მიღწევა და პუტინის ასეთი ფილოსოფიის პირობებში შეთანხმების მიღწევა არის უბრალოდ შეუძლებელი და მას ის დაემატა, რომ როგორც ჩანს ტრამპმა უშუალოდ პირადად მიიღო, პირად შეურაცხყოფად ის ყველაფერი, რასაც აკეთებს რუსეთი, როდესაც მაგალითად პუტინი ესაუბრება ტრამპს ტელეფონზე, საუბარი მიმდინარეობს შესანიშნავად და მეორე დილით უკვე იგებს ტრამპი იმას, რომ თურმე წინა ღამით უკრაინა დაუბომბავს კიდევ ერთხელ რუსეთს, რაც მისთვის არის შეურაცხყოფელი, რადგანაც გამოდის, რომ პუტინი ტრამპს არაფრად ართვრის და თქო ამერიკის პრეზიდენტს არაფრად არ ჩათვლის თემა დიდად არ მოსწონს, რადგანაც საუბარი გვაქვს ამერიკასთან და არც მორიგ სახელმწიფოსთან. შესაბამისად, ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება და რუსეთს დაუყენა ასეთი ულტიმატუმი. თუ კი მომდევნო 50 დღეში და 50 დღეს უკვე ერთი დღე ფაქტობრივად გამოაკლდა, არ იქნება მიღწეული შეთანხმება მშვიდობასთან დაკავშირებით, მაშინ უკვე ამერიკა გადავა შეტევის ასე ვთქვათ, პოზიციაში და შეტევა განხორციელდება პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სანქციებით. სანქციებთან დაკავშირებით დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა და უკვე გარკვეულწილად კონტურები არის გამოკვეთილი, მაგრამ 50 დღეში ეს დოკუმენტი შეიძლება 50-ჯერ გადაიხედოს და ამერიკას შეუძლია რაც უნდა ის ჩაწეროს დაახლოებით იგივე რამეც კი, რაც იყო მაგალითად ირანთან მიმართებით და ირანი იმდენად იქნა სანქცირებული თავის დროზე ამერიკის მიერ, რომ ირანთან უბრალოდ ეკონომიკური კავშირი, ვაჭრობა თუ თანამშრომლობა ნებისმიერი ქვეყნისათვის იყო უბრალოდ სუიციდი ეკონომიკური თვალსაზრისით, აი ერთადერთი შეიძლება
ემსახურებოდა ჩინეთს აეღო თავის თავზე რისკი, რადგანაც ჩინეთია და მას რაღაცნაირად სულიერ ამოცანადაც კი აქვს ამერიკის სანქციების დარღვევა, ვინაიდან ის არის მისი მთავარი გეოპოლიტიკური მეტოქე. მოკლედ, ამ ეტაპზე ჩვენ ვიცით რამდენიმე რამ ახალ სანქციებთან დაკავშირებით. ერთი ის ვიცით, რომ ეკონომიკური ზეწოლა უნდა გაიზარდოს მნიშვნელოვნად ეკონომიკურ სექტორზე, მათ შორის საუბარი არის ენერგეტიკაზე, ტექნოლოგიებზე და საბანკო ინდუსტრიაზე. ბანკინგის მიმართულებით ამერიკა ხედავს, რომ არის იმხელა ხვრელები, რომ ეს უბრალოდ SWIFT-დან ჩახსნა რამდენიმე ბანკის არაფერს არ აგვარებს რეალურად, რადგანაც რუსეთმა ამ ყველაფრის გვერდის ავლის მექანიზმები უკვე 2 წელია მოიფიქრა და აქ მარტივად რომ ვთქვა, სანქციები მხოლოდ სიმბოლურად არის დაწესებული, ეს ამერიკას რა თქმა უნდა არ მოსწონს. ასევე ამერიკას არ მოსწონს ის, რომ ყველა სანქცირებული ტექნოლოგია, იქნება ეს კომპიუტერული ჩიპები, დანადგარები, დრონები თუ მათ შორის სამხედრო იარაღი, რუსეთში მაინც შედის მესამე ქვეყნების გავლით და უმეტესწილად აქ ფასილიტატორი არის ჩინეთი, რომელიც ხშირად არის თავად მიმწოდებელი და მწარმოებელი. აი ამ ხვრელის ამოქოლვაც სურს როგორც ჩანს ტრამპის ადმინისტრაციას და ყველაზე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ფოკუსი გაკეთდება ენერგეტიკულ სექტორზე, რადგანაც ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი რუსეთის ფედერაციისათვის, ვინაიდან მისი საბიუჯეტო შემოსავლების დაახლოებით 70% მოდის ნავთობისა და გაზის რეალიზაციაზე და თუ კი რუსეთი ვეღარ შეძლებს თავისი ნავთობისა და გაზის გაყიდვას მსოფლიოს მასშტაბით, აქ ევროკავშირი უკვე გამორიცხული ბაზარია, ერთადერთი ბაზარი არის აზია, ინდოეთი და ჩინეთი, აი იმ ორ ბაზარზე თუ ვერ გაყიდის თავის რესურსებს, მაშინ უბრალოდ ქვეყანა რჩება საბიუჯეტო შემოსავლის გარეშე და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, არც ომის გაგრძელებას ექნება აზრი და საერთოდ მთავრობის ფუნქციონირებას უკვე დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგანაც მთავრობას ფული აღარ ექნება და რაღაც სამუდამოდ გადასახადებს ვერ გაზრდი და უცხოური ვალის მოზიდვაც რუსეთს ახლა ძალიან უჭერს ესე რუსულ ობლიგაციებზე მოთხოვნა არის რომ ვთქვათ გლობალურ საფინანსო ბაზრებზე ეს იქნება უბრალოდ ტყუილი. ერთადერთი ვინ შეიძლება ეს იყიდოს ისევ და ისევ არის ჩინეთი და ამიტომაც თავად ჩინეთს იმხელა ბერკეტი აქვს ახლა რუსეთის წინააღმდეგ რომ სი ძინპინი ნამდვილად არ მოერიდება ამ ბერკეტის გამოყენებას მით უმეტეს იმის გათვალისწინებით რომ ჩინეთს თავისი გეგმები აქვს და იმ გეგმებში რაღაც რუსეთის დიდება და კარგად ყოფნა ნაკლებად შედის ჩინეთს საკუთარი გეოპოლიტიკური ხედვები აქვს. მოკლედ აი ესეთი ძირითადი კონტურები არის გამოკვეთილი და აგრეთვე ტრამპი ამბობს იმასაც, რომ რუსეთს დაუწესდება 100%-იანი სატარიფო რეჟიმით ამ ყველაფერთან ერთად, ანუ რუსული პროდუქციის თუ სერვისების გაყიდვა ამერიკაში იქნება 100%-ით უფრო ძვირი. ეს დიდად არსებითად არაფერს არ შეცვლის, რუსეთი და ამერიკა ესე აქტიურად მაინც არაფრით არ ვაჭრობენ ამ ეტაპზე, ისედაც ლამის ყველაფერი სანქცირებულია, მაგრამ ტარიფები შეიძლება იქნეს გამოყენებული დამატებით ვაჭრობის მექანიზმად, მათ შორის იმ პროდუქციასთან დაკავშირებით, რომლის გატანა ჯერაც შეიძლება და რომელზეც რუსეთის ეკონომიკა უფრო მეტად გახდება დამოკიდებული, თუ კი ნავთობის გაყიდვა გაუჭირდება მას. საერთო ჯამში აი ესეთ საინტერესო კოქტეილს ვიღებთ სანქციებისა, მისი ეფექტიანობა გამოჩნდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოქმედდება იგი და ტრამპი იმედოვნებს, რომ მას არ მოუწევს ამ სანქციის ამოქმედება და 50 დღეში იქნება მიღწეული მშვიდობა. ერთ-ერთი დეტალი, რომელიც დონალდ ტრამპმა ბოლო დღეებში გავრცელა, უკავშირდება უკრაინისთვის პატრიოტების გადაცემას და ზოგადად სამხედრო დახმარებას, რაც ერთგვარი შეცვლილი ტრაექტორია ბოლო თვეების განმავლობაში, მაგრამ ეს უკავშირდება არა მხოლოდ უკრაინას უშუალოდ, არამედ უკავშირდება ზოგადად ნატოს, რომლის დიდი ნაწილი გეოგრაფიულად და ეკონომიკურად და სიძლიერის კუთხით განთავსებულია ევროპის კონტინენტზე, უკრაინის გარშემო. თავდის პატრიოტები, რომელსაც გადასცემს ამერიკა უკრაინას, გადაცემული იქნება ტექნიკურ დონეზე სწორედ ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ, ალბათ მეზობელი ქვეყნების მიერ, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე არიან, მაგრამ აგრეთვე გამოცემა აქსიოსი წერს ასეთ რამეს, რომ მოკლედ ნატოს წევრი სახელმწიფოები 10 მილიარდი დოლარის შეერაღებას იყიდიან ამერიკის შეერთებული შტატებისგან. აქ არ არის გადმოცემული, აქ შედის თუ არა ეს პატრიოტები და პატრიოტები ცალკე რამდენიმე მილიარდიანი პროექტი არის თუ არა, რადგან ერთი სრული სისტემა დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარი ღირს, ეს ჩვენ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ გავიგებთ, ეს გაირკვევა ცხადია, მაგრამ 10 მილიარდი დოლარის პაკეტის შეძენა ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ მაინც საკმაოდ კარგია და საბოლოო ჯამში ეს უკრაინაში აღმოჩნდება, ასეთია სწორედ დანიშნულება ამ იარაღისა, ოღონდ სქემა იქნება ცოტა სხვანაირი, მანამ სანამ ამერიკიდან ეს მძიმე ტექნიკა ჩამოვა ევროკავშირის ტერიტორიაზე, ნატოს ქვეყნების ტერიტორიაზე, ის მარაგები, რაც მათ ადგილზე აქვს, მას გადასცემენ უკრაინას და მერე მოგვიანებით ახალი ჩამოსული
ამერიკული ტვირთით უკვე ჩაანაცვლებენ საკუთარ მარაგებს, რათა არ შეფერხდეს ეს ჯაჭვი და რამდენიმე თვე უკრაინა არ ელოდოს იმ იარაღს, რომელიც ახლა ჭირდება და ეს ყველაფერი ალბათ დაკავშირებულია იმ 50-დღიან ვადასთან, რომელიც დონალდ ტრამპმა მისცა რუსეთს, რადგან მანამდე ცოტა ხნით ადრე იმყოფებოდა ის ნატოს სამიძე, შეხვდა იქ ლიდერებს და ალბათ რაღაცა გადაწყვეტილებები იქ იქნა მიღებული, რადგან კოორდინაციაში ჩანს ეს ყველაფერი და იკვეთება, რომ დონალდ ტრამპი მარტო აღარ მოქმედებს გარკვეულწილად სამხედრო მიმართულებით და ევროპული სახელმწიფოებით და სხვა ნატოს წევრი სახელმწიფოებიც მათთან ერთად არიან, რადგან ეს იკვეთება იმ გადაწყვეტილებებიდან, რომლებსაც ისინი ერთობლივად იღებენ. თან ევროკავშირი განსაკუთრებით გააქტიურდა ბოლო პერიოდში თავდაცვასთან მიმართებით, თუ კი ადრე რაღაც ბიუჯეტზე საუბარიც აღარ უნდათ, ახლა უკვე ვითარება ნამდვილად არ არის. ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა ესპანეთის გარდა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წლების განმავლობაში 5%-მდე გაზარდონ საკუთარი ინფლაციის და პროდუქტისა დანახარჯები თავდაცვაზე, რაც აგრეთვე ძალიან დიდი გამარჯვება დონალდ ტრამპისთვის, რადგან მისი წინამორბედის პირობებში საერთოდ ფაქტობრივად არავინ არ ხარჯავდა და ამიტომაც ამბობდა დონალდ ტრამპი, რომ გამოიყვანს ამერიკას ნატოდან, თუ კი ეს ასე გაგრძელდებოდა და ცხადია ამერიკის გამოსვლა ნატოდან სრული აბსურდი იქნებოდა ყველასთვის, ამიტომაც ამერიკის გარდა ამერიკა თავისას ისედაც დაიცავს ნატოს გარდა. მაგრამ მთელ პლანეტას, ვინც ნატოს წევრი სახელმწიფოები არიან, მათთვის ამერიკის დახმარება საერთოდ სხვა რაღაცაა, ამერიკის გარდა ნატო, ამერიკის გარეშე ნატო და ამერიკას საერთოდ ნატო ორი სხვადასხვა ალიანსია. ნამდვილად აქ სხვაობა არის დრამატული და დრამატული სხვაობა განსაკუთრებით ჩნდება მაშინ თუ კონტრასტში შემოგვაქვს მაგალითად ჩინეთი, რომელსაც აგრეთვე უძლიერესი არმია ყავს, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და სწრაფად მოდერნიზებადი არმია, რომელიც იზრდება თვალის მომჭრელი ტემპით, ერთადერთი ამერიკას ვერ ასწრებს, თორემ მეტი ყველას, მათ შორის ნატოს წევრ ყველა სხვა ინდივიდუალურ სახელმწიფოს. ხოლო თავად ჩინეთის ესეთი სწრაფი განვითარება დგას ეკონომიკურ ზრდაზე და მმართველი კომუნისტური პარტიის მთავარი პრიორიტეტი, რაც ყველაზე მაღლა დგას, ეს არის 5%-იანი ეკონომიკური ზრდის დადება ყოველწლიურად. აი ეს შედეგი თუ არ იქნება მიღწეული, მას მარტივად რო გითხრათ, ეწირება რამდენიმე ადამიანი, თანაც ზედმეტი კითხვების დასმის გარეშე, რადგანაც 5% უნდა დაიდოს. ეს არის ესეთი მარტივი რეალობა ჩინეთში და წინა კვარტალში 5.2% დაიდო და რამდენიმე ადამიანმა სიცოცხლე შეინარჩუნა მინიმუმ 1 კვარტლით, რადგანაც იყო საშიშროება, რომ 4.9 გამოჩენილიყო, ანალიტიკოსები ამას მოელოდნენ და ეს იქნებოდა ძალიან ცუდი შედეგი, მაგრამ 5.2 დაიდო, ანუ ანალიტიკოსების პროგნოზს გადააჭარბა რეალურმა შედეგმა, თუმცა ის 0.2% ჩამორჩება წინა კვარტლის შედეგს, მაგრამ აქ სეზონურობის ეფექტს გააჩნია და ასევე იმას, რომ ტარიფების გაურკვევლობის პერიოდში ჩინეთთან მიმართებით ცოტა დაძაბულობა იყო, მათ შორის ამერიკის მხრიდან და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ეკონომიკურ განწყობაზე და ბიზნესის სენტიმენტებზე ზოგადად ნეგატიურად აისახება. საერთოდ ჯამში წელს ჯერჯერობით კარგი ტრაექტორიით მიდის ჩინეთი, სავარაუდოდ ის 5%-იან ეკონომიკურ ზრდას დააფიქსირებს და 2026 წლისთვისაც დაახლოებით იგივე რიცხვის ფარგლებში არის ეკონომიკური ზრდა გათვალისწინებული და აქ ჩვენ ის უნდა ვიანგარიშოთ, რომ ჩინეთი არ არის საქართველო, რომელმაც შეიძლება 5% დადოს და არსებითი არაფერი არის, რომ აქ საუბარი გვაქვს 19.200 ტრილიონ მოცულობის ეკონომიკაზე, რომლისთვისაც 5%-ის მატება არის წარმოუდგენელი შედეგი. ანუ მსგავსი ტემპით ვერც ერთი სხვა დიდი ეკონომიკა ვერ იზრდება, ერთადერთი ტემპით ახლოს არის ინდოეთი, მაგრამ თავად ინდოეთის ეკონომიკა არის 4 ტრილიონის ფარგლებში, ანუ სხვა ბამორ ქვეყანას შორის ეკონომიკურად არის უბრალოდ დრამატული და IMF-ს თუ დაუჯერებთ წელს უკვე 9.2 ტრილიონსაც შეიძლება გადააჭარბოს ჩინეთის ეკონომიკამ და ის კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდება იმ მთავარ ამოცანას და ოცნებას, რაც არის ამერიკის ერთდროს დაწევა და შემდეგ მისი გადასწრება, მაგრამ ჯერჯერობით ამისი საშიშროება და რისკი ყოველ შემთხვევაში არ ჩანს. ჩინეთი არის ექსპორტიორი სახელმწიფო, რომლის ეკონომიკა და მთლიანი შიდა პროდუქტი დიდ ნაწილზე დგას სწორედ ექსპორტზე, ანუ იმ პროდუქტების ღირებულებაზე, რომელსაც ჩინეთი ყიდის მთელ მსოფლიოში, ხოლო ჩინეთი ყიდის აბსოლუტურად ყველაფერს. ის გაყიდვაც შეიძლება, რადგან ჩინეთში იწარმოება ძირითადად ყველაფერი, რაც მთელ მსოფლიოში იყიდება, რადგან ასე აიწყო ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან გასული საუკუნისა მთელი ეს სისტემა, რომელმაც შექმნა ძალიან დიდი დოვლათი მთელი მსოფლიოსთვის. მოკლედ, ივნისში ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი იყო 5.8% და შეადგინა 325 მილიარდი დოლარი. ანალიტიკოსების შეფასებით ეს არის სწორედ დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების გადავადების ეფექტი, რაც გადავადდა 1 აგვისტომდე, რადგან ახლა ექსპორტიორები გადაიწყობიან მცირედი ბუფერი მიეცათ
მიეცათ მან ბუფერული ზონა, რომ ახლაც შეიტანონ პროდუქტები ტარიფების გარეშე და ამიტომაც ძალიან დიდი რაოდენობით პროდუქცია შედის სხვადასხვა ქვეყნებში ჩინეთიდან. გემებს ტენიან და კი, რა თქმა თვითმფრინავებს. უნდა, რომ რაც შეიძლება იაფად შეიტანონ პროდუქტი, რადგან 1 აგვისტოდან სავარაუდოდ ეს არ ვიცით, მაგრამ მოლოდინი ყოველ შემთხვევაში ის არის, რომ გაძვირდება ისევ პროდუქცია, რადგან ტარიფები დაწესდება და შესაბამისად თუ კი უფრო ადრე შეიტანს ჩინეთი, უფრო ადრე განაბაჟებს, უფრო დაბალ ფასში და შესაბამისად ძალიან დიდი წნეხი აღარ იქნება საფასო პოლიტიკის მიმართულებით, რამაც შეიძლება საერთოდ შეამციროს ჩინურ პროდუქციაზე მოთხოვნა. და სწორედ აი მომარაგებაზე არის ეს ყველაფერი დამოკიდებული, რაც საპირწონეთ ამისა, როგორც გუშინ თქვით, ზრდის ამერიკის შეერთებული შტატების საბიუჯეტო შემოსავალს, რომელმაც აგერ ივნისში პროფიციტი დააფიქსირა და საერთოდ ტარიფების შემდეგ დაახლოებით 125 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო ამერიკამ დამატებით. თან ჯერ ამოქმედებული არც არის. ხო, არც არის, მაგაშია საქმე, ხო, არც არის ჯერ და თუ ამოქმედება, მანდაც უკვე ალბათ გაიზრდება შემოსავალი, მაგრამ ზუსტად ამის პროგნოზირება რთულია, რადგან ამერიკაში ექსპორტს მაინც ალბათ არ შეწყვეტენ კომპანიები, მოუწევთ თქვათ, რომ უფრო ძირადღირებული, უფრო გაუძვირდებათ მოკლედ ექსპორტი, მაგრამ ამერიკა ზოგადის თქმა ეს მათ შორის მწარმოებელი კომპანიებისთვის სუიციდის ოფასია, რადგან ყველაზე დიდი და ძალიან გადახვდელი ბაზარია და ამერიკაში თუ ერთხელ შეხვედი, იქიდან შენ ნებით გამოსვლა უბრალოდ არასებულია. ჯამში 1.1%-ით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით იმპორტიც, მცირედი ზრდა არის და ჩინეთის მიმართულებით ეს გასაგებია, რადგან ჩინეთის დიდად იმპორტი არ აინტერესებს, რადგან მათ შორის ბუნებრივი მეტალების და სხვა პროდუქტების წარმოების მიმართულებით ძალიან დიდი ქვეყანაა ის და იმპორტის კუთხით, გაცილებით თითქმის 3-ჯერ ნაკლებია იმპორტი ექსპორტზე და შეადგინა მან დაახლოებით მოკლედ ნაკლები და საერთოდ ჯამში დადებით სავაჭრო ბალანსი იყო 115 მილიარდი დოლარი, ანუ ექსპორტმა გადააჭარბა იმპორტს ამ მიმართულებით და საერთო ჯამში 2025 წლის პირველ ნახევარში სავაჭრო ბრუნვის მოცულობა იყო 2 ტრილიონ 800 მილიარდი დოლარი. აი ამაზე მიუთითებს ეს რიცხვი მიუთითებს სწორედ ჩინეთის ძალიან დიდ დომინაციას. კი და ძალიან რთულია წარმოვიდგინოთ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ჩინეთის ნეტ პროფიციტს აჯობოს ვაჭრობის მიმართულებით, რადგანაც ჩინეთს უფრო დიდი ექსპორტიორი ქვეყანა, ასეთი ამ ეტაპზე პლანეტაზე ნამდვილად არ არის. მოკლედ ვაჭრობასთან დაკავშირებით გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, ეს უკავშირდება ევროკავშირის გარიგებას, რომელიც დაიდო ინდონეზიასთან. ინდონეზია არის საკმაოდ სწრაფად განვითარებადი ქვეყანა, რომელსაც მარტივად რომ ვთქვათ, მინი ჩინეთობაზე იქნება ძალიან მალე პრეტენზია, იქაც წარმოების დივერსიფიკაცია მიმდინარეობს, აუთსორსი საკმაოდ აქტიურად ვითარდება, ტექნიკური ნოუ-ჰაუ რა თქმა უნდა ჩინეთის მსგავსი ჯერ ვერ იქნება, მაგრამ ქარხნების გადატანა უკვე არის შესაძლებელი და არაერთი კომპანია უკვე გადავიდა კიდეც ინდონეზიაში და საერთო ჯამში ევროკავშირსა და ინდონეზიას შორის არის უკვე გაფორმებული ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება, რაც გულისხმობს პროდუქტების 80%-ზე ტარიფებისა და შეზღუდვების სრულად გაუქმებას, მარტივად რომ ვთქვათ, ინდონეზიიდან პროდუქციის შეტანა ევროკავშირის ბაზარზე იქნება უფრო მარტივი და აგრეთვე პირიქითაც. ნუ ახლა ინდონეზიაში რამდენად იყიდიან ევროკავშირში წარმოებულ პროდუქციას, ეს ცოტა რთული წარმოსადგენია, მაგრამ ევროკავშირში ინდონეზიაში წარმოებულს იყიდიან სიხარულით, რადგანაც ის იქნება შედარებით უფრო იაფი, ვიდრე კონკურენტებისგან მიერ მიწოდებული. ხო, ისედაც ტანსაცმლის დიდი ნაწილი, მაგალითად, მათ შორის ევროპული ბრენდების მიერ იწარმოება ინდონეზიაში, ასე რომ ეს ისედაც საკმაოდ ნაცნობი ბაზარია ევროპული კომპანიებისთვის და მათ შორის ევროპის მოსახლეობისთვის და ევროპაში ნომერ მეორე ეკონომიკა არის საფრანგეთი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ძალიან საინტერესო, რომ თავდაცვითი ბიუჯეტი 6.5 მილიარდი ევროთი გაზარდოს და ახლა ის, ანუ ახლა კი არა 2026-2027 წლებში მისი ჯამური მოცულობა გახდება 64 მილიარდი ევრო. საფრანგეთი ცხადია ატომურ სახელმწიფოა, ის ნატოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა და ცხადია ეს ბიუჯეტის ზრდა უკავშირდება იმ 5%-იან მაჩვენებელს და მასთან მიახლოებას, რაც მათ შორის ემანუელ მაკრონმა რისი პირობაც აიღო დონალდ ტრამპის და ზოგადად ნატოს წინაშე მომდევნო წლებში და ტაიმლაინიც ემთხვევა, იქაც 2027 წელზე არის საუბარი დაახლოებით, ნუ სხვა წლებზეც, მაგრამ მაინც და გაიზრდება მოკლედ საფრანგეთის ბიუჯეტი, რომელიც მოხმარდება სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის იარაღის ადგილობრივ წარმოებას, ყიდვას და ასე შემდეგ და სხვა შორის ძალიან დიდი აქცენტი გააკეთა ემანუელ მაკრონმა ბირთვული იარაღის განვითარების მიმართულებაზე. საფრანგეთი არის ქვეყანა, რომელიც ენერგიის უდიდეს ნაწილს აწარმოებს ატომური ელექტროსადგურების საშუალებით. ეს ერთ-ერთი საუკეთესო case study არის ეგრეთ წოდებული ევროპის კონტინენტზე, როცა მის მეზობელი გერმანია მაგალითად საფრთხეს აკეთებს და ხურავს ატომურ ელექტროსადგურებს, რაც არის ყველაზე პლანეტა პარტიის გააქტიურების გამო. ყველაზე უსაფრთხო
და ყველაზე იაფიანი ენერგიის წყაროზე ამბობს თავისი ნებით უარს, მაგრამ საფრანგეთმა მაგალითად ამით ძალიან იხირა, რადგან როცა კრიზისი იყო მთელ ევროპაში, საფრანგეთს ეს კრიზისი ფაქტობრივად არ უგზნია, რადგან ჰქონდა ყველაზე იაფიანი ენერგიის წყარო, რომელიც დღეს დედამიწაზე არსებობს. თავად სამხედრო ბიუჯეტის ზრდას საფრანგეთში უკავშირებენ რუსეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მომავალ მზარდ საფრთხეს და ზოგადად კიბერუსაფრთხოების რისკებს, ამიტომაც ამ თანხის დიდი ნაწილი დაიხარჯება არა მხოლოდ ფიზიკურ შეიარაღებაზე, ჭურვებზე და ამ შემდეგ, არამედ ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებაზე და იმ ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, რომ რუსმა, ჩინელებმა, მათ შორის ჩრდილოეთ კორეელებმა, ირანელებმა და სხვა მსგავსმა ჰაკერებმა, რომლებიც ამ სფეროში არიან დომინანტები, მათ არ შეახციონ საფრანგეთის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში და ამით არ მიუტანონ ძალიან დიდი სარგებელი ზარალი როგორც უშუალოდ ქვეყანას, ასევე თავად კომპანიებს, რომლებიც საფრანგეთში ძალიან უხვად არიან. კიდევ ერთი ქვეყანა იღებს საბჭოთა ბიუჯეტის გაზის გადაწყვეტილებას, ეს არის რუმინეთი, რომელიც გეგმავს, რომ შეიარაღების მოდერნიზაციაზე გახარჯოს 10 მილიარდი ევრო. ეს გადაწყვეტილება არის მზადყოფნა 2030 სტრატეგიის ნაწილი და ის პრინციპში საერთო ჯამში სინერგიული არის იმ ყველაფერთან, რაც ხდება ევროკავშირში და ნატოში, რადგანაც როგორც ხედავ დასავლეთის მასშტაბით თავდაცვაზე ფოკუსი იზრდება, ეს შეიძლება ტრამპის ეფექტით ავხსნათ, შეიძლება რუსეთიდან მომავალი საფრთხით ავხსნათ, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპის კონტინენტზე თავდაცვა უფრო მეტად პრიორიტეტული მიმართულება ხდება. ასეთი ამბები არის მთელ მსოფლიოში, ჩვენ კი მოსაყოლი კიდევ ბევრი გვაქვს საქმიან საღამოში, ვნახოთ ახალი ამბების მოკლე კოლაჟი, რომლის შემდეგ მოგიყვებით თუ რა ხდება გლობალურ ბიზნესში. ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი გამოსამშვიდობებელ მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია. დანიგანი მადლობას უხდის ქართველ ხალხს გულთბილი მიღებისთვის და აცხადებს, რომ საქართველოს მეგობრად დარჩება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის თქმით, ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით სანქციების სიას წარადგენს, რომელშიც ორი ქართველი მოსამართლეც შევა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ყავს ბესიკ ამირანაშვილმა ამ თანამდებობაზე ბესიკ კუსიდით შეცვალა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეუწყებას 2024 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობდა. სოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ხელოვნური ინტელექტის კომპანია მორიგი საინვესტიციო რაუნდისთვის ემზადება, რომლის ფარგლებში დამატებით 10 მილიარდ დოლარს მოიზიდავს, ამჯერად 200 მილიარდ დოლარიანი შეფასებით. თუ კი გარიგება მართლად შედგა XAI-ის ბოლოდროინდელი ფინანსირების ჯამური მაჩვენებელი საკმაოდ დიდი იქნება, რადგან ცოტა ხნის წინ ილონ მასკმა ხელოვნური ინტელექტის კომპანიისთვის 10 მილიარდი დოლარი მორგან სტენლისგან მოიზიდა. ამ თანხას ილონ მასკი მძლავრი მონაცემთა ცენტრების ასაშენებლად და გროკის განვითარებისთვის გამოიყენებს. როგორც მილიარდერმა მაისში განაცხადა, ქალაქ მემფისში მდებარე დატა ცენტრი XAI-მ 200,000 გრაფიკული პროცესორი დახვჭრა, მაგრამ მილიარდერს სურს AI-ის ბაზარზე ყველაზე დიდი მოთამაშე იყოს, GPU-ების რაოდენობა კი ამისთვის საგრძნობლად უნდა გაზარდოს. როგორც ადრე ითქვა, პირველ ეტაპზე GPU-ების რაოდენობა სულ მცირე მილიონამდე გაიზრდება. პარალელურად მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ეგრეთ წოდებული სუპერ აპის შექმნას განაგრძობს. რამდენიმე თვის წინ XAI-მ სოციალური ქსელი X-ი შეიძინა, როდესაც ახალი კომპანიის XAI Holdings Corporation-ის შეფასება 113 მილიარდი დოლარი გახდა. როგორც ჩანს, მას შემდეგ ხელოვნური ინტელექტის კომპანიის შეფასებამ კიდევ ერთხელ იმატა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფი ნახტომია, რომელიც სტარტაპს დროის ამ მცირე მონაკვეთში ოდესმე დაუფიქსირებია, მაგრამ არც XAI-ია ჩვეულებრივი სტარტაპი და არც ილონ მასკი გამოუცდელი დამფუძნებელი. საინტერესოა, რომ რამდენიმე კვირით ადრე ამერიკულმა Bloomberg-მა საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა. გამოცემის დათვლებით XAI თვეში 1 მილიარდი დოლარის ნახტ ფულს ხარჯავს, მაგრამ შემოსავალს კომპანია ჯერაც ვერ იღებს. დეფიციტის ამოსავსებად ილონ მასკის საინვესტიციო რაუნდების გამოცხადებას გეგმავს და როგორც ჩანს, საუბარი სწორედ აი ამ ორ ზემოხსენებულ რაუნდზე იყო. Bloomberg-ის მიერ გავრცელებულ მონაცემებში. XAI-ის დიდი დანახარჯები მოულოდნელი საერთოდაც არ არის, პირიქით ამ სექტორში ყველა ისედაც ამდენს ხარჯავს, რადგან ეს კაპიტალ-ინტენსიური სექტორია. AI-ის განვითარებას დიდძალი ენერგეტიკული და გამოთვლითი რესურსი სჭირდება, რაც დღეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. საუკეთესო AI მოდელი შექმნა საუკეთესო პროცესორებს მოითხოვს, რაც კომპანიას მილიარდობით დოლარი უჯდება. Carlyle Group-ის შეფასებით 2030 წლისთვის AI-ის განვითარებისთვის კომპანიები ჯამში ტრილიონ 800 მილიარდ დოლარს ახარჯავენ და ამ ხრივ დიდი კონტრიბუტორი ცხადია XAI-იც იქნება.
ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე კომპანიების დიდი ნაწილი ფინანსურ ანგარიშგებას საჯაროდ არ აქვეყნებს, მაგრამ მედიაში გავრცელებული მონაცემები მაინც ვრცელდება. ყველაზე კარგად საქმე OpenAI-ს და Anthropic-ს აქვთ, რომელთაც დიდი ენობრივი მოდელები ბაზარზე შედარებით ადრე გამოიტანეს ყველასთან შედარებით, რაც და შემოსავლის მიღების წყაროებიც დაალაგეს პარალელურად, რასაც ვერ უწყვით ილონ მასკზე. Bloomberg-ის ინფორმაციით OpenAI წელს დაახლოებით 13 მილიარდი დოლარის შემოსავალს ელოდება, როცა XAI საპროგნოზო შემოსავალი წელს სულ რაღაც 500 მილიონია. მომავალ წელს კი მხოლოდ 2 მილიარდი ამერიკული დოლარი. გლობალურ ბიზნესზე უნდა ვისაუბროთ და ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე უკავშირდება პლანეტის ყველაზე მსხვილ კომპანიას. ეს კომპანია ახლა არის Nvidia, რომელიც გახდა ისტორიაში პირველი ორგანიზაცია, რომელმაც გადააჭარბა 4 ტრილიონ დოლარიან კაპიტალიზაციას. მხოლოდ დღეს Nvidia-ს აქვს +4% საფონდო ბირჟაზე და მისი კაპიტალიზაცია ამჟამად უკვე არის 1,160 მილიარდი დოლარი, რაც ისტორიაში დაფიქსირებული რეკორდული შედეგია და სავარაუდოდ, როდესაც დღეს უკვე საფონდო ბირჟა დაიხურება, ვიხილავთ ახალ რეკორდს, რომელიც იქნება Jensen Huang-ის კომპანიის მიერ მიღწეული. თავად ეს დიდი გამარჯვება, რომელიც დღეს ვიხილეთ, უკავშირდება ერთ სიახლეს, როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაცია მოხსნა ის შეზღუდვა, რომელიც აწუხებდა Nvidia-ს დიდი ხნის განმავლობაში და შეზღუდვა იყო დაკავშირებული ჩინეთთან. ანუ მარტივად რომ ვთქვა, Nvidia-ს აკრძალული ჰქონდა ჩინეთში ყველაზე მაღალი დონის AI პროცესორების გაყიდვა, რადგანაც ამერიკას არ უნდოდა რომ ჩინეთს მიიღო ტექნოლოგიური უპირატესობა და განავითარებინა თავისი ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ ეს შეზღუდვა უკვე არის გაუქმებული და Nvidia-ს ძალიან მარტივად შეუძლია რომ ჩინეთში გაყიდოს H10, H100 და H20 სერიის, ეს ყველაზე ბოლო სერია, აი ამ სერიის AI პროცესორები, რომელსაც შემდეგ ჩინური კომპანიები გამოიყენებენ თავიანთი ენობრივი მოდელების გასავითარებლად, რაც მათ რა თქმა უნდა სჭირდებათ. აქ მნიშვნელოვანი გარემოება ის არის, რომ თავად ამ შეზღუდვის მოხსნაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის Huang-ს, რომელმაც საჯაროდ არაერთხელ განაცხადა და ტრამპის ადმინისტრაციასთანაც ალბათ პირადად თქვა, რომ რეალურად ამ შეზღუდვამ გამოიწვია უკუ ეფექტი. ანუ აქამდე თუ კი ჩინეთი იყო დამოკიდებული ამერიკული კომპანიის მიერ შექმნილ პროდუქტზე, რათა მიეღო საუკეთესო AI ჩიპი, ამ შეზღუდვის გამო ამერიკა იძულებული გახდა, რომ თავისი არსით ჩაეკეტა ეს გზა და ჩინეთი იძულებული გახდა, რომ თავად შეექმნა AI პროცესორი და ისეც გამოვიდა, რომ ძალიან მალე ჩინეთი დაეწია კიდეც რაღაც დონით ამერიკას. ხადია, Nvidia-ს დონის ჩიპს ვერც ერთი ჩინური კომპანია ამ ეტაპზე ვერ ქმნის, მაგრამ Huang-ი საუბრობს, რომ თუ ასე გავაგრძელებთ ამ შეზღუდვის არსებობას, მაშინ ერთ დროს აუცილებლად დაგვეწევა ჩინეთიო, რაც ამერიკისათვის მიუღებელია და სწორედ ამიტომაც ეს შეზღუდვა არის მოხსნილი და Nvidia ბრუნდება ჩინურ ბაზარზე. საინტერესო გადაწყვეტილება AI-ის მიმართულებით კიდევ ერთმა კომპანიამ მიიღო XAI, რომლის მფლობელი არის ილონ მასკი და ძალიან საინტერესო დრაკონული გადაწყვეტილება მიიღო ამ ადამიანმა, რომელიც აიძულებს საკუთარ თანამშრომლებს პროგრამა HubStaff-ი ჩაიწერონ, რომელიც დააკვირდება მათ მარტივად რომ ვთქვათ, ყველა მოძრაობას და რასაც გააკეთებენ ისინი სამსახურის განმავლობაში აპლიკაციებს, ვებსაიტს დააკვირდება და აგრეთვე პერიოდულად გადაიღებს ფოტოებს ეკრანისა, რათა მოკლედ მოგვიანებით ადამიანი, რომელიც ამას დააკვირდება, გამოიცნოს და დაადგინოს, თუ კი ფალანგავს ეს ადამიანი დროს სამსახურში და არ უთმობს მას. ეს სხვა შორის ძალიან გავს იმას, როცა ტელეფონი გამოიტანეს ჩრდილოეთ კორეიდან, ჩვენ ამაზე ტექინფორმში ვისაუბრეთ, იქ ავტომატურად არის ჩაწერილი, ხო, ავტომატურად არის ჩაწერილი ეს პროგრამა, რომელიც ყოველ რამდენიმე წამში ერთხელ სკრინშოტს იღებს ეკრანის ანაბეჭდს და მოგვიანებით ამას გზავნის ჩრდილოეთ კორეის სადაზვერვო სტრუქტურაში, რათა რაღაცა ისეთ საიზზე არ იყოს ადამიანის შესული, რაც აკრძალულია ჩრდილოეთ კორეაში, რაღაცნაირად მსგავსია ეს, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში ცხადია პროდუქტიულობის ზრდა უნდა. ილონ მასკს სულ მცირე ფურცელზე ეს არის მიზეზი და თან ბოლო პერიოდში გროგთან მიმართებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა, რადგან უცებ არცაიდან რაღაც არასწორი ინფორმაციის და სისულელეების და მათ შორის რაღაც გარკვეული პროპაგანდის გავრცელება დაიწყო ხელოვნურმა ინტელექტმა, მათ შორის ნაცისტური იდეოლოგიასთან დაკავშირებით, აგრეთვე კონკრეტული ქვეყნის ლიდერებთან დაკავშირებით, ასევე რელიგიური კომენტარებიც ძალიან ბევრი იყო, გარკვეულწილად შეუთავსებელი ნეიტრალურ ხელოვნურ ინტელექტთან და ამიტომაც მოკლედ ძალიან დიდი კრიტიკა მიიღო ილონ მასკმა, რომელსაც კრიტიკა ისედაც არ აკლია და ასევე XAI-მ და სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო ილონ მასკმა ეს იდეა, რომ ასეთი ტიპის სადაზვერვო პროგრამა ჩააშენოს მისი თანამშრომლების კომპიუტერებში. აი ესეთი იყო 15 ივლისის საქმიანი საღამო. ჩვენი გადაცემის დასრულების შემდეგ გეულდებათ თელარა გელანდიას საავტორო გადაცემა წერტილი. ჩვენ კი ხვალამდე გემშვიდობებით.
მომავალ შეხვედრამდე. საქმიანი საღამოს სპონსორია კორა კონსალტინგი.